საჯარო მოხელეები და ის მოქალაქეები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს, დღეს დაახლოებით 6 საათიდან შეიკრიბნენ თბილისის მერიასთან. ისინი საპროტესტო მსვლელობით ახლა მიემართებიან საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ. თქვენ ხედავთ ჩვენს უკანამ ადამიანებს, ისინი მიდიან საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ, ბუნებრივია ისინი აპროტესტებენ იმ ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოს ევროპულ კურსს და შეუერთდა იმ განცხადებას, რომლითაც გამოხატავდნენ საჯარო მოხელეები საკუთარ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული კურსისა და საკუთარ ერთგულებას კონსტიტუციისადმი. თქვენ ახლა კადრში ხედავთ ამ მსვლელობის მონაწილეებს, სოლიდარობა საჯარო მოხელეებს, არა პოლიტიკურ წმენდას, ასეთია მთავარი ლოზუნგი ამ საპროტესტო მარშის. ამ მარშს ბუნებრივია უერთდებიან ის ადამიანებიც, რომლებსაც უკვე დაატოვებინეს მერია, გაათავისუფლეს თანამდებობიდან და ასევე უერთდებიან სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები, რომლებიც ასევე გათავისუფლდნენ სამსახურიდან. ამ ყველაფერს ისინი ბუნებრივია უკავშირებენ პოლიტიკურ წმენდას და უწოდებენ რეპრესიებს. ისინი ფიქრობენ, რომ ეს უკავშირდება მათ აქტიურობას, მათ ერთგულებას ევროპული კურსისადმი და უკავშირდება მათ მიერ გამოხატულ პროტესტს, მათი ხმის შეერთებას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკვე თითქმის 1 თვეა აპროტესტებენ საქართველოს მთავრობის, ქართული ოცნების მთავრობის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. საჯარო მოხელეები აქ არიან ჩვეულებრივ მოქალაქეებთან ერთად, რომლებიც მათ სოლიდარობას უცხადებენ. აქვე არიან ისინიც, ვინც არ გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან, თუმცა ბუნებრივია ისინი სოლიდარობას უცხადებენ მათ კოლეგებს და თვლიან, რომ მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით დაკავებული თანამდებობებიდან სრულიად მიუღებელია. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ის განცხადებები, რომლებიც მათ მედიასთან გააკეთეს. ევროინტეგრაციისა და კონსტიტუციის მხარდამჭერ განცხადებაზე 230-ზე მეტი პირიდან მცირე ნაწილმა უკან გაიხმო ხელმოწერა. განცხადებიდან საკუთარი ხელმოწერის ამოშლას ბევრი ხნის იმ მოტივით, რომ არ სურს სამსახურის დაკარგვა, რაც მათზე პირდაპირ ზეწოლის დამადასტურებელი ფაქტია. ვაცნობიერებთ რა, ქვეყანაში არსებულ ვითარებას. მიგვაჩნია, რომ რეპრესიული მეთოდები მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდება და ამას აგვირგვინებს ის ავადსახსენებელი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ამახინჯებს კანონს საჯარო სამსახურების შესახებ და მთლიანად საჯარო სამსახურის არსს. მიუხედავად მძიმე ეკონომიკური და სოციალური კონტექსტისა და იმ კომპლექსური ვალდებულებებისა, რომელიც აღებული გვაქვს საკუთარი ოჯახების წინაშე, კიდევ ერთხელ მკაფიოდ და ხმამაღლა ვადასტურებს ჩვენს განუხრელ ერთგულებას საქართველოს ევროპული კურსის მიმართ. ამ გეოპოლიტიკური არჩევანის დასაცავად ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში იბრძოლეს. საკუთარი არჩევანის ერთგულებისთვის მოგვიწოდებს ილიას გზაც, რომელიც სხვადასხვა დროს ქართველმა ჯარისკაცებმა საკუთარი სისხლის ფასად დაიცვეს. საქართველო ეკუთვნის ევროპულ ოჯახს და მის დაბრუნებას ევროპულ ცივილიზაციაში ხელს ვერ შეუშლის ვერცერთი ძალა. მოუწოდებთ თბილისის მერის ადმინისტრაციას ხელი აიღოს რეპრესიულ პოლიტიკაზე საკუთარი თანამშრომლების მიმართ, რადგან თითოეული ეს მცდელობა არის არა მარტო უშედეგო და უსამართლო, არამედ უკანონო და საჯარო სექტორის განვითარებისთვის შემაფერხებელი. 1880-იანი წლების დასაწყისში გაზეთი ივერია წერდა: განა კაცს შეუძლია კეთილდღეობაში შევიდეს, თუ მის ძმებს ბედნიერება არ აქვთ. სრულიად ვიზიარებთ ამ სიტყვების პათოსს და სოლიდარობის ძალას. ამიტომ დგავართ ჩვენი კოლეგების და იმ რეპრესირებული მოქალაქეების გვერდით, რომლებიც საკუთარი სამშობლოს ერთგულებისთვის ისჯებიან. მადლობა. სულ რამდენიმე წუთის წინ მივიღე ბრძანება, რომლითაც დგინდება, რომ ჩემი შრომით ხელშეკრულება გაუქმდა და 1 იანვრიდან აღარ წარმოვადგენ თბილისის მერიას. მე მუშაობდი თბილისის მერის მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერად, მიწევდა მედიასთან ურთიერთობა და ბუნებრივად ჩდება კითხვა, რომ თუ აღარ არის საჭირო მედიასთან ურთიერთობა დღეიდან, მაგრამ მოკლედ რაც არის ეს არის, მე რა თქმა უნდა გავაგრძელებ ბრძოლა ჩემი უფლებების დასაცავად, რა თქმა უნდა სასამართლოს გზით.
კონკრეტული მიზეზი არ დაუფიქსირებიათ, პასუხი იყო ესეთი, რომ ჩემი ხელშეკრულება აღარ გაგრძელდება 2025 წლიდან, თუმცა ქვეტექსტი ჩემთვის ძალიან ნათელია, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მე ღიად დავაფიქსირებდი აზრს კონკრეტ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ალბათ ეს არის, ანუ კონკრეტულად არავის არ უთქვამს, რომ ეს პოლიტიკური ნიშნით არის გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა ჩემთვის ეს ყველაფერი 100% ნათელია, რატომ არ გაგრძელდა ჩემი ხელშეკრულება თბილისის მერიასთან. და რამდენიმე ათეულ ადამიანს უკვე აი დღევანდელ მომენტში შეუჩერეს ხელშეკრულებები, აღარ უგრძელებენ, აღარ ასაქმებენ და აღარ აგრძელებენ მათთან თანამშრომლობას. ფაქტობრივად უმეტეს ნაწილში ახსნა განმარტებები არ არის თუ რატო იღებენ ამ გადაწყვეტილებებს და უმეტესი ადამიანი, ვინც ეხლა სამსახურის გარეშე დარჩა, არიან იმ პროტესტის მონაწილეები, რომლებიც ჩვენ გავაჟღერეთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. თბილისის მერია არის ერთ-ერთი ის უწყება, რომელშიც არ ვიცი, საათში ერთხელ უშვებენ, მე მგონი ადამიანებს გუშინ ჩემთან მოხდა ხელშეკრულების შეჩერება, შეწყვეტა ისე, რომ რაღაც აბსურდული გადაწყვეტილებითო თითქოს აღარ აპირებენ შიშიან პირთა მიმართულებით პროგრამების დამატებას, იმიტომ რომ ეს პროგრამები უკვე არსებობს და სხვადასხვა სამსახურებში უკვე შეჩერდა ხელშეკრულება კულტურისა და სპორტის სამსახურში მაგალითად, როგორც ვიცი, PR-ში, ქონების მართვაში და ასე შემდეგ, ბევრი თანამშრომლისთვის ასე ვთქვათ, გაიგზავნა შეტყობინებები, რომ თუ ისინი ხელს გააწერენ, ასე რომ ვთქვათ, იმ განცხადებებს, რომელსაც აქამდე აქვეყნებდნენ და უერთდებოდნენ, მაგ შემთხვევაში მოხდება სამსახურების შენარჩუნება, ან აღარ დაექვითებათ პრემიები, ან ასე შემდეგ. ანუ მასობრივად ხდება უკვე შევიწროება ყველა იმ ფორმით, რა ფორმაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს რეპრესიებისთვის. დიახ, თქვენ მოისმინეთ იმ საჯარო მოხელეების განცხადებები, რომლებიც სამსახურიდან გაათავისუფლეს და ასევე მათი განცხადებებიც, ვინც მათ სოლიდარობას უცხადებს და ვინც მიიჩნევს, რომ ეს არის არაფერი გარდა რეპრესიისა და გარდა პოლიტიკური დევნისა იმ ადამიანების, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქართული ოცნების პოლიტიკას. ახლა ისინი ეს ამ ცვლილება შემოუერთდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარედ გამართულ აქციას, როგორც იცით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ბოლო დღეების განმავლობაში საჯარო მოხელეებით და ის პირებიც, რომლებიც მათ მხარდაჭერას უცხადებენ, შემოუერთდნენ ამ აქციას და საკუთარ სადგომას ახლა უკვე საზოგადოებრივ მაუწყებელთან იტყვიან.